გამარჯობა პირველ რიგში მოგესალმებით. ხო, ფართო სურათი შეხედვა პირიქით მათთვის აზიანო არის, იმიტომ რომ ეს სურათი ძალიან ძიმე არის, ეს კანონი და ეხა აღსრულება რაც დაიწყეს და ახლოს დაპატიმრებაც. უნდა ჩავსვათ იმ კონტექსტში, რაც საკეთებს ქართული ოცნება ბოლო წლის განმავლობაში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. კერძოდ, ყველა სხვა დანარჩენ კანონთან კომბინაციაში და ყველა დანარჩენ განცხადებასთან ან პოლიტიკასთან მიმართებაში, ხო? ანუ ცალსახად ქართულმა ოცნებამ გადაუხვია დიდი ხანია დემოკრატიის გზას და ყველა კანონი, რასაც იღებს, ემსახურება მხოლოდ ძალაუფლების გამყარებას. თქვენ წინა გამოსვლელი ქართული ოცნების კომენტარი რაც მოვისმინე მაჭავარიანის, ძალიან ბევრ ტყუილს შეიცავდა. კერძოდ ბრიტანეთს მაგალითი მოიყვანა, რომ 12,000 ადამიანი არის დაკავებული იგივე მუხლით, რაც არის ტყუილი, იმიტომ რომ ბრიტანეთში შეურაცხყოფის გამო არ ზის 12,000 ადამიანი, ამის გადამოწმება ძალიან მარტივად შეიძლება. აქ საქმე ეხება სოციალურ ქსელში სიძულვილის გაღვივებას, ან თქვათ რაც კონკრეტული ჯგუფების მიმართ ძალადობის პროვოცირებას და ასე შემდეგ. ანუ ძალიან სხვა ამბავი არის სინამდვილეში. ამიტომ ვერც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ მოიყვანს ქართული ოცნება, რომლითაც ქართული ოცნების კანონმდებლობა გამართლდებოდა. ერთადერთი კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება მან მოიშველიოს, არის რუსული კანონმდებლობა, სადაც მთავრობის სიყვარული, არც მგონი კანონით არის უკვე განსაზღვრული და ვერც ვერ იტყვი მის საწინააღმდეგოდ. გარდა ამისა, მან გამოიყენა სხვა ფაშიზმი, რომ ფაშიზმი უნდა დამთავრდეს საქართველოში თითქოს რაღაცა ხალხი, რომელიც მთავრობით არის უკმაყოფილო და სოციალურ ქსელში უკმაყოფილებას გამოთქვამს, ისინი არიან ფაშისტები. სინამდვილეში ფაშიზმის დეფინიციის დაგუგლა არის საკმარისი იმისთვის, რომ მივხვდეთ, რომ სინამდვილეში თუ ვინმე არის ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი საქართველოში, არის ზუსტად ქართული ოცნება. ეს ჯგუფი, იმიტომ რომ ფაშიზმი გულისხმობს მერკპარტიულ მმართველობას, პიროვნების კულტს, პლურალიზმის არარსებობას, ლიბერალური ღირებულებების უგუებელყოფას, უფლებების უგუებელყოფას, არ ვიცი, რაღაცა სახელმწიფოს დომინაციას პიროვნულ თავისუფლებაზე და ინდივიდზე და ასე შემდეგ. ამიტომ ყველაფერი რითიც სადეს დღეს, რომ აი ეს აბსოლუტურად ღია დაპირისპირება ჟურნალისტიკასთან, თავისუფალ სიტყვასთან, განსხვავებულ აზრთან გაემართლებინათ, სინამდვილეში ყველა არგუმენტი არის უილი და პირიქით მათ საწინააღმდეგოდ თუ გამოვიყენებთ მათივე ტერმინოლოგიას. მათ შორის როცა მაგალითად ბატონმა მაჭავარიანმა ახსენა თქვა ტერორიზმი, რომ ეს ონლაინ ტერორიზმი უნდა დასრულდეს. ტერორიზმი თუ ვინმე არის დაკავებული საქართველოში, არის ისევ ქართული ოცნება პარტია, ვინაიდან არის გაიხსენეთ აქციების დროს რა უხნეს ადამიანებს. ტერორი იყო, როდესაც სახლში ურეკავდნენ და პირადი სივრცე არ დატოვეს ადამიანისთვის, სადაც მას შეეძლო უბრალოდ საკუთარი თავისუფლება გამოეყენებინა, ხო? გაიხსენეთ სახლთან დახვედრები, ჟურნალისტების ცემა და ასე შემდეგ. გინება, იგივე გინება და ოჯახის წევრებთან რეკვები, ყველაფერი ადამიანებთან რეკვა ასევე და ეს რა მოსატანია იმასთან შედარებით, რაც ქუჩებში მოაწყვეს მოქალაქეების წინააღმდეგ. ხო და სხვათა შორის ამაზე დამდგარი ძიების შედეგი ჩვენ არ გვინახავს, მათ შორის არ მინდა ხა თავიდან ჩამოთვალო ეს საქმეები ყველა პირად იცის, რომელთან დაკავშირებითაც არ უჩვენებია სახელმწიფოს საგამოძიებო უწყებას მისი როლი, ხომ? რომ რაღაცნაირად სრულფასოვნად მიეწოდებინა ინფორმაცია საზოგადოებისთვის, მაგრამ თქვათ, რაც არის გარკვეულ ინტერესში, იმაზე მყისიერი რეაგირებას ვხედავთ ხოლმე. აი სწორი დასკვნა რა არის აქედან, ლევან, აი რაც საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს, იმიტომ რომ მე მინდა ყველა მხარისთვის ვილაპარაკოთ ჩვენ, ვინც თქვათ, მაგალითად რაღაცას ამ ფორმას არ ამართლებს, ან რაღაც ხო, აი თუნდაც ფართო სურათის შეხედვაზე როა მოთხოვნა ამ კონკრეტული დეპუტატის მხრიდან, ეხა ეს დეპუტატი ამბობდა, რომ ნუ ასე თქვათ დაარღვევენ კანონს და ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგრამ ეს ვისზე ვრცელდება მხოლოდ ამ ხრივ როგორ არის საქმე? სინამდვილეში ყველაზე ვრცელდება და ეგ არის ყველაზე დიდი გაუგებრობა, რაც ვრცელდებოდეს, ხო? მოდი. არა, სხვა რაღაცას გულისხმობ. სინამდვილეში რეჟიმის მხარდაჭერებს გონიათ, რომ ვახოსანაიას დაჭერა მათ ირიბათაც არ ეხებათ. თითქოს ის კი, რა თქმა უნდა, სხვა ადამიანია, მაგრამ რადგან ამ ქვეყნის მოქალაქე არის, ყველა კანონი, რომელიც ერთ მოქალაქეს ეხება და უსამართლოდ ჩაგრავს, სინამდვილეში ეხება აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, იმიტომ რომ არც ერთი ადამიანი არ არის დაზღვეული, რომ ხვალზე მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება. ხო, თქვენ რეპორტაჟში მგონი ითქვა, რომ
რაღაცა შეიძლება შეემთხვეს ადამიანს, ნოდარ-მელად საუბრობდა და ის უბრალოდ ვერ გამოთქვავს და რწმენა იმის, რომ მე თუ არ მთავრობის მხარდამჭერი დღეს არანაირ სიტუაციაში, არც ერთ შესაძლო მომავალში მე არ აღმოჩნდები სიტუაციაში, სადაც საწინააღმდეგოს დაწერა მომინდება, არის უბრალოდ ძალიან სულელური წარმოდგენა. ამიტომ, როცა ვსაუბრობთ, რომ ვის ეხება ვახოსანაიას დაკავება, სინამდვილეში ერთი უსამართლო დაჩაგრული მოქალაქე გულისხმობს, რომ ყველა მოქალაქე იგივე რისკის წინაშე უკვე დგას. და უბრალოდ დროის ამბავი არის, როდესაც იგივე კანონი შეეხება მას ერთი მხრივ და მეორე მხრივ ძალიან სავალალო და არასწორი გაგება არის ავტორიტარული რეჟიმების, რომ თითქოს ის ერთ დღეს ყალიბდება, ერთ დღეს უბრალოდ გამოდის რაღაცა პარტია და ყველა სულ კანონს იღებს და მე ვიღვიძებთ ავტოკრატიაში. სინამდვილეში დღეს და აქამდე როგორც მოვედით, ყველა ის კანონი და ყველა ის შეზღუდვა, რომელიც პარტიამ შემოიღო, რეჟიმმა, ხო? სინამდვილეში გულისხმობს იმას, რომ ეს ლოგიკა აუცილებლად მივა ყველა დანარჩენი უფლების შეზღუდვამდე. აუცილებლად გარდაუვალი ამბავი არის, იქნება ეს საკუთრების უფლება თუ სხვა. თუ დღეს რეჟიმი გრძნობს, რომ ვინმე მაინც ამართლებს ვახოსანაიას დაპატიმრებას მაგალითად, რა არგუმენტი იქნება და იარსებებს მის წინააღმდეგ, როდესაც ის შეეცდება უკვე სხვა ადამიანის დათრგუნვას და მის გაჩუმებას, ხო? ან რა არგუმენტი ექნება, რომ სხვა ნებისმიერი რეპრესიული კანონი არ მიიღოს, თუ აქამდე ყველა რეპრესიული კანონი საზოგადოების რაღაცა ნაწილის მხრიდან მაინც მოწონებული იქნა. ამიტომ ყველაფერი ლოგიკურად მიდის სამწუხაროდ და ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ უბრალოდ საქართველოს მოსახლეობის რაღაცა ძალიან დიდი უმეტესობა არ გააცნობიერებს, რომ სინამდვილეში ყველანი ერთად ვართ შარში და არ დაიღლება ამ გულის მოუხებით. მე მესმის, რომ ვიღაცები ამბობენ, რომ აი ვახოსანაია მე მეზღებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში და ძალიან კარგი როგორც დაიჩაგრა დღეს, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვახოსანაიას დაჩაგვრა მათ შორის იმის გამო ხდება, რომ აი ეს ადამიანები, რეჟიმის მხარდამჭერები პირად შურისძიებას უფრო მაღლა აყენებენ ხოლმე, ვიდრე კანონის უზენაესობას, პრინციპებს, სამართალს და ასე შემდეგ. სიტყვა დაჩაგვრას რო ისმენდეს, ზუსტად ვიცი რა რეაქციას ექნებოდა, ხო იცით? ბოდიში, კი, ვახოსთან რა თქმა უნდა. საკითხის მიმართ სრულიად სხვაგვარად უყურებს. თუ გინდა განმარტო მაგას. ასახელებს როგორც რაღაც წინააღმდეგობის გამოხატვად და მისი განმარტება ახლა მოსმენილი გვაქვს, ხო? მე მგონი ციტატებსაც გამეორებასაც ასაჭიროებს. განმარტავ, რომ ის რომ ვახოსანაია არ დაიჩაგრა, იმიტომ რომ დაჩაგრა რა თქმა უნდა საკუთარ გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული, ხო? ის იმას არნიშნავს, რომ რეჟიმს ეს არ აქვს მიზნად, ხო? ამიტომ როცა ვსაუბრობ დაჩაგრაზე, გულისხმობ, რომ რეჟიმის პოლიტიკა არ ემსახურება სამართლის აღსრულებას, ის ემსახურება მოქალაქეების დაშინებას, დაჩაგვრას და არ ვიცი, უზრუნველყოფას იმის, რომ უბრალოდ ამ ქვეყანაში არავინ არ არსებობს, ვინც მას წინააღმდეგება წერილობითი ფორმით, ონლაინ სივრცეში თუ ქუჩაში. ეს არის და ეს. კი ბატონო. ლევან, ჩვენ ვახსენეთ ასე ვთქვათ, პერსონალური მიდგომა. აი ამ ხრივ არის თუ არა ვთქვათ სისტემა გამორჩეული, იმიტომ რომ დღევანდელი ამბავი რა არის, ხო, აი პირველი ჟურნალისტი, პირველი პატიმრობა, ასეთი აღმოჩნდა სწორედ ვახოსანაია და რეალურად სხვა იურისტებიც ახლა ჩვენ გქონდა შესაძლებლობა რომ მოგვესმინა მათი მოსაზრებებისთვის, საუბრობენ იმაზე, რომ აი მიზანი იმ კანონმდებლობის, რომლის მიღებაც მოხდა სწორედ, იყო ეს, რომ ანუ კანონის სახელით სისტემას შეძლებოდა, რომ აი სამიზნეში ამოეღო და პასუხი მოეთხოვა იმ პირებისთვის, რომელიც მას უპირისპირდება. აი, როდესაც ამგვარი ვითარებაა, რომ აი სხვათა შორის ზუსტად არ მახსოვს ვინ ამბობდა, რომ აი ხო უბრალოდ თამარონიანი ამბობდა საერთაშორისო, რომ კანონი ასეთია და რა ვქნა ეს ვერ იქნება გამართლება, მაშინ როდესაც ზუსტად ფართო სურათს უნდა შეხედოს ყველამ და ითქვა, რომ ამის შესაძლებლობა სასამართლოსაც აქვს, თუ შეუძლია რომ რაღაცნაირად წინააღმდეგობა გაუწიოს სისტემას, ხო და სისტემის განზრახვას ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროსი რომ დაისაჯოს ესა თუ ის პირი. მაგრამ აქ პირველ რიგში კანონზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ, რომ ნებისმიერი ავტორიტარული სისტემა თვითნებობას აკანონებს და შემდეგ კანონის მიხედვით მოქმედებს ხოლმე. ანუ დახვრეტებით 37 წელს კანონის მიერად მოხდა და ანუ უკანონობა არ ჩაუდენია ლეგალური თვალსაზრისით, ხო, რეჟიმს, არც ნაცისტურ გერმანიაში და მაგათ რო ბუღალტერია ჰქონდა და გამართული სისტემა იურიდიული, ამათ შეშურდებოდათ, ხო, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს. ამიტომ კანონზე აპელირება, როცა უსამართლობაზე ვსაუბრობთ, არ არის ფლად გამართლებული, იმიტომ რომ სამართლიანობა უფრო სხვა ღირებულები არის, ვიდრე მხოლოდ კანონი, ხო? ეს ერთი მხრივ. მეორე მხრივ, კანონის მიზანზე როცა ვსაუბრობთ, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რატო შემოიღეს საერთოდ ეს კანონი და ეგ გახდის ცხადს, რომ სინამდვილეში
რეპრესიულია კანონი კონკრეტული პიროვნების მიმართ და არა ზოგადად რაღაცა პრინციპს ემყარება, ვინაიდან სიგიჟე იქნება ხა იმაზე ფიქრი, რომ თითქოს აი საქართველოს მოსახლეობაში რაღაცა უკმაყოფილობებს ადამიანები წყვეტენ ონლაინ სივრცეში გინებით და აი ამიტომ ამის გამო შეწუხდა რეჟიმი და შემოიღო რაღაც კანონი, ხო? კანონი კონკრეტულად შემოიღო, აი ოლეოლას სიმღერა იყო არ მოწონდათ და მაგაზე იყვნენ გაბრაზებულები, ანუ კონკრეტულად ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მხრიდან მათ მიმართ გამოხატული უკმაყოფილება არ მოწონდათ და მაგიტო შემოიღეს. ეხლა უწევთ, რომ რაღაცა შემთხვევითობის წესით რაღაც ინტერნეტ მოხმარებლები დააკავონ და დააჯარიმონ, უბრალოდ სხვა საკითხებთან დაკავშირებით ვინც იგინებიან და უბრალოდ რაოდენობრივად ვერ გადაფარავს, თქვათ, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დაჯარიმება, აი ესე შემთხვევითობის პრინციპით უბრალოდ ადამიანების ან სხვა მოხმარებლების, სოციალური ქსელის მოხმარებლების დაჯარიმებასთან ვერ გაზავდება, იმიტომ რომ ყველა მიცით, რომ ის სააგენტო, რომელიც შექმნეს, არ უზის უბრალოდ ინტერნეტს და იქ დასაქმებული ადამიანები უბრალოდ არ სკროლავენ ყველა შესაძლო აკაუნტს, იმიტომ რომ ეს უბრალოდ წარმოუდგენელი შრომა არის, მათ აქვს ციები ადამიანების, რომლებიც მათი მხრიდან შემჩნეულები არიან, რომ არიან ოპოზიციურად განწყობილები და შესაძლოა საკუთარ პოზიციას გამოხატავდნენ იმ ფორმით, რომელიც რეჟიმს არ მოსწონს, ხო? ეს არის ეს. დიდი მადლობა ლევან. დაგემშვიდობებით ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.